დროშები. აბრაამ ლინკონი, პენტაგონი, ალიასკა იყო 59. ტრამპის თავი არის თუ არა შესაძლებელი რომ იყოს აქ. სანამოქალაქეობას აიღებთ ამ ადგილს რომ ესტუმროთ. იგივენერად ახლა აღმაშენებელი თავის ეპოქაში არ იყო ხალხისთვის ესეთი მისაღები და საყვარელი. ვაშინგტონი შტატი სხვა არის და ვაშინგტონი ქალაქი სხვა არის. შემდეგ მაგიტომაც მე ყველა ენაზე საქართველოს ვიძახი და ჯორჯიას არ ვიძახი. ეს არის ამფითეატრის, მაგრამ ისე რა წკლიპორტივ და ჩაარტყან ფარა და ჯორჯ ვაშინგტონი. ამერიკა გარე პოლიტიკას როგორც აწარმოებს, ნავთობის მართველი ქვეყანა არის. ამერიკის ისტორია აქედან უნდა მოგიყვეთ. მეგობრებო, ამერიკის ისტორია აქედან უნდა მოგიყვეთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მისტიური ადგილი, ძალიან ისტორიული ადგილი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ ამერიკისთვის და ამერიკელებისთვის. მე ვარ ახლა რაშმორის მთის ტერიტორიაზე, რაშმორის ნაციონალ პარკ ესე ქვია და სადაც გამოსახულია კლდეზე, გამოსახული არა, გამოტიფრული, ესე ვთქვათ, 4 ამერიკის პრეზიდენტის უდიდესი, აი რომელმაც დიდი რეორგანიზაციები მოახდინა ამერიკის ისტორიაში, 4 ამერიკის პრეზიდენტის თავი და აი ახლა ძალიან შორიდან შეგახედებთ, აი ნისლი არის და ახლოსაც მივალ. ნახეთ, ეს ნისლი გაიფანტება სანამ მივალთ. ხო და სანამდე ამერიკაზე ძალიან ბევრ რაღაც მოგიყვებით. შეიძლება შეგაცვლევინოთ კიდეც თქვენი წარმოდგენები ამერიკის შესახებ და მაგის უფლებას მივცემ ჩემ თავს. რის გამო? იმიტომ რომ ვინც იცით ჩემი ძველი ვიდეოებიდან, თუნდაც ამ ადგილას რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი, ბევრი ვიდეო მაქვს გადაღებული აქ და ზოგადად ამერიკის 50-ვე შტატი მაქვს მოვლილი ბევრნაირად. მოტოციკლეტით, მანქანით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, გემით, გარშემო და ასე შემდეგ. ხო, მოტოციკლეტით და მანქანით უფრო მეტი რა, რასაც ქვია და თან უბრალოდ ის არა რომ თქვა შტატიდან შტატი გადავუკეთე. შევისწავლე ფაქტურად ძალიან ღრმად ყველა, რავი, ჩანჩქერი, ტბა, მთა თუ ზოგადად ამერიკის სხვადასხვა წყობები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ ამერიკამდე ვინც იცით მე მსოფლიო მოვიარე, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდი, ამ ცხოვრობს ვეძახი, სადაც აი რამოდენიმე თვეზე მეტი როდესაც ხარ უკვე გინდა არ გინდა ცხოვრება ქვია, ან ტურისტად რო ჩადიხარ სადღაც რაღაც ტერიტორიაზე, ერთი და ორი კვირი სხვა სიტუაცია, მაგრამ სადაც უფრო თქვათ მაგალითად იტალიაში, ესპანეთში ერთხელ წელიწადი ვცხოვრობდი, მეორეგან თქვათ 8 თვე, რაღაც უკრაინაში ვცხოვრობდი, რუსეთში, თურქეთში, მალაიზიაში, ესე რამოდენიმე თვეები და მაგის გარდა მსოფლიო მაქვს მოვლილი. თავისუფლებას ვაძლევ მაგიტომ რომ ამერიკაზე თამამად დაგელაპარაკოთ, იმიტომ რომ შემიძლია ვთქვა რას შევადაროთ, იმიტომ რომ ყველაფერი არის შედარებით ცხოვრებაში. აი ამ ტერიტორიას ახლა შესასრულს ესე გაჩვენებთ, ნახეთ ამერიკის დროშა ესე ფრიალებს. გარშემო ულამაზესი ბუნება არის. ხო, და რაც შეეხება ახლა თვითონ ამ ტერიტორიაზე, ყველას გირჩევთ რომ მოხვიდეთ, ეს არის საუს დაკოტა, ანუ სამხრეთ დაკოტა. სამხრეთ დაკოტა არის ფაქტურად ამერიკის ერთ-ერთი ცენტრალური და ჩრდილო და ცენტრალური, ხო, ესეთ შეიძლება ვთქვა, ესეთი შტატი, სადაც ძალიან რთულია მოსვლა, ანუ აქ მოხვედრა არის რთული. იმიტომ რომ ესე გზიდან ვერ მოხვდები და არც ის სადაც ქართველები ან ძირითადად ამერიკის მოსახლეობა ცხოვრობს, ეს არის ან East Coast-ი, ან West Coast-ი, ვთქვათ, ანუ რაღაც კალიფორნია, შეიძლება ფლორიდა, ან ნიუ-იორკი და იქიდან ძალიან შორი არის რა, ფაქტიურად, აი ნახეთ, ვიდივართ ახლოს.
არ ვიცი ვის გახსოვთ ეს ადგილი ზოგს ფილმებიდან, ზოგ შეიძლება რაღაცა სარეკლამო როლიკებშიც იყო ხოლმე და ესეთი ადგილი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მოსაღწევი და ზოგადად გირჩევთ რომ ვინც ანუ ამერიკაში ცხოვრობთ დიდი ხანი თქვათ და თქვათ ამ მწვანე ბარათი გაქვთ და მოქალაქეობას ელოდებით ან რაღაცა სანამ მოქალაქეობას აიღებთ ამ ადგილს რომ ესტუმროთ ანუ ხო ეს მნიშვნელოვანია რა რომ სანამ მოქალაქეობას აიღებთ რომ რა შემოდის მთა ნახოთ იმიტომ რომ აქ ბევრი ისტორიული დეტალი არის ძალიან ისე თან ანუ შეიგრძნობთ აი ეს შუა ამერიკიდან გარშემო თქვათ არის ისე მოწყობილი ტურისტულათაც რომ ყველაფრის ბევრი რაღაც ინფორმაციით გაიჟღინთება თქვენი თავი რა ჩემი აზრით და ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეეხება თვითონ ამერიკაში მე ფაქტიურად ამერიკაში ანუ ემიგრანტი ანუ არსად არ ყოფილი ვარ მე ანუ არის რომ ეს სხვადასხვა რაღაც მომენტია რომ აი გადასახლებიან თქვათ აი ქვეყნიდან სხვადასხვა მიზეზის გამო მიდიან მე საქართველოშიც იდეალურად ცხოვრობდი და როცა ჩავდივარ ხოლმე ყოველ წელს თითქმის მიწევს ხოლმე 1-2 თვე და ძალიან იდეალურად უსაყვარლესი ქვეყანაა ჩემი უბრალოდ ჩემთვის მასშტაბები არის ისეთი რომ მე ანუ ესე მოგზაურობა მიჩვევა იცი ზოგადად და ეს ფართო მასშტაბებზე შეხედულებები და მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ხო ნახეთ ვიდეო არ ახლოს და უკვე უფრო და უფრო ლამაზად ჩანს ნახეთ დროშები ყველა შტატის ხო და კონკრეტულად ამერიკაში ფაქტიურად ეს ერთნაირად რო თქვა 6 წელიწადზე მეტხანს მომიწია უკვე გაჩერება როგორ ანუ ჩვეულებრივ მოგზაურობ ხოლმე აქედან სამ გავდივარ ქვეყნიდან მაგრამ აი ძირითადად რო უფრო აქეთ ხარ ეს ვარ და რატო იმიტომ რომ ჩემთვის ამერიკა არ არის უფრო საერთო საცხოვრებელი ვით არის შეიძლება ცოტა ისეთნაირად ჟღერდეს მაგრამ ანუ აქ ყველა ეროვნების ხალხი ყველა სტილის ხალხი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მინდა გითხრათ ეხლავე რომ შორიდან აი ესე პოლიტიკურ რაღაცებს რო აქა-იქა უყურებ ხოლმე აცხადე მე რომ აი ესეთი რაღაც აი ამერიკაში არის ეს კანონი ესეთი რაღაც არ არსებობს იმიტომ არ არსებობს რომ ყველა შტატში სხვადასხვა კანონი შეიძლება იყოს და თითქმის არ არსებობს კანონი რომელიც ანუ ამერიკის რომელიღაც შტატშიც არ იყოს ანუ სოფლიოში რაც კი რამე არსებობს ეხლა მინდა ნენელა ისტორიაში ჩავიხედოთ და მოდი დავიწყოთ აი აქედან თანმიმდევრობით დავიწყებ და ნახეთ ეხლა აქ როგორ არის ესე იგი ალაბამა ესე იგი იმის მიხედვით არის ალფაბეტის მიხედვით ალაბამა შტატი და ანუ წერია ვთქვათ ანუ რომელ წელს გახდა ამერიკა და მე რამდენი იყო ანუ 22 იყო ვთქვათ აი ალიასკა იყო 59 ვთქვათ და ნუ ესე ჩამოთვლილი არის რა აი ამერიკული სამოა ისე ვინც არიცით ამერიკას ანუ 50 შტატის გარდა ძალიან ბევრი ტერიტორიები ეკუთვნის, რაღაცები აქ არის მითითებული და რაღაცები არ არის მითითებული, მასაც გეტყვით. მათ შორის არის ესეთი ამერიკან სამოი, ხო, რომელიც ანუ ამერიკის ტერიტორია არის. ესე იგი, მოდი რა ვქნათ, ესე გავუყვები მე აქედან იქით, ესეც თანმიმდევრობით. ნახეთ, პირველი შტატი ძალიან ბევრს გონია ხოლმე, რომ არის თქვათ ნიუ-იორკი. ან რაღაცა ვირჯინია, რაღაც ესეთი და სინამდვილეში პირველი შტატი იყო დელავერი. ხო, კონექტიკუსი. მეხუთე შტატი კოლორადო, 38 შტატი და ნახეთ ანუ სხვაობა წლებში რამხელა ნახტომი არის თითქმის 100 წელია ნახტომი. ხო. იმიტომ რომ ანუ ამერიკა ესე ამხელა არ იყო თავიდანვე და ესე ნენელა მოემატა და ერთ-ერთი ახლო პერიოდში რასაც ესე ვარაუდობენ რომ გრენლანდიაც მიემატება. ხო, აის აიდაჰო 53 ჰავაი. ეს იყო ბოლო შტატი 50 შტატი. ჰავაიზე დიდი ისტორიებია, ზოგადად ანუ ადრე იაპონია იყო რაღაც პერიოდში, იქამდე რაღაც რუსებიც იყვნენ, იქამდე ნუ ზოგადად პოლინეზიელები ცხოვრობენ. ანუ სრულიად სხვა კულტურის ხალხია, ვისაც ნახი გაქვთ ჩემი ვიდეო ჰავაიზე. ნახავთ რომ სრულიად სხვა სტილის ადამიანებიც, სრულიად სხვა ენა, წარწერა და ასე შემდეგ. ნუ ეხლა თავისთავად ინგლისურია როგორც ამერიკის ყველა შტატში, მაგრამ ანუ თავიანთი ენა რაც აქვთ. ხო, გუამა კიდე, გუამაც კუნძულოვანი ქვეყანა არის ოკეანეში, წყნარ ოკეანეში, საკმაოდ შორს თვითონ ამერიკიდან, მაგრამ ანუ ამერიკის საკუთრება არის რა, ანუ
ამერიკის ანუ შტატი არ არის, მაგრამ ანუ ამერიკა არის. აი ესეთერად ვთქვათ რა. ხო. ლუიზიანა, მე-18 შტატი, კენტუკი, კანზასი. ოდით ახლა ცოტათი იქიდან გამოვუყვები, მე ისე ვაქეთ და ის სხვადასხვანაირად შეგეხედეთ, სანამ გეტყვით გრენლანდიაზე, რომ გრენლანდია ძალიან ბევრი პოლიტიკოსები განიხილავენ ეხლა რომ ან მართლა არის შესაძლებელი თუ არა რომ იყოს ამერიკა და ასე შემდეგ და ჩემი პირადი მოსაზრებაა თავისთავად რომ 90%-ზე მეტი არის შესაძლებელი დროის ამბავი არის უბრალოდ და ანუ შეიძლება ეს შტატი არ დაერქვას მაგრამ ამერიკის კონტროლის ქვეშ როდესაც იქნება როგორც მაგალითად პორტო-რიკო არ არის ოფიციალური შტატი მაგრამ ანუ ამერიკის ანუ როგორ იცით ამერიკის მოქალაქეს რა უფლებებიც აქვს თითქმის იგივე მოქალაქე იგივე უფლებები აქვს პორტო-რიკოელს ამერიკა იცავს ანუ ამერიკის იდეოლოგია ტარდება იქ რასაც ქვია ესეთნაირად რო თქვა რომელიც თქვა ბევრი ქვეყანა არის მსგავსად სადაც ანუ ამერიკა მართავს რომელსაც ამერიკა მართავს ძირითადად ანუ შეიძლება თალკი ქვეყანა იყოს ესე ცოტა ისეთნაირად ჟღერდეს ძალიან ბევრი თქვა შეიძლება შემეწინააღმდეგოს რომ ამერიკა მართავს რას ნიშნავს და რაღაცეთნაირად მაგრამ ან როდესაც თავის იდეოლოგიას ატარებს ანუ თითქმის ეგ გამოდის იმიტომ სახელმწიფოებრიობა ზოგადად ვინც ღრმად იცით რას ნიშნავს ეგ არის ამერიკა ძალიან ბევრ თავისივე შტატში ვერ ატარებს ისე თავის იდეოლოგიას როგორც სხვა ძალიან ბევრ ქვეყანაში როგორც მაგალითად თუნდაც ვინც იცით აი ბანანა ქვეყნებს რო ეძახიან იქ რა და როგორ და ზოგადად ომები რატო რის გამო რამხელა ბიუროკრატია რამხელა ფინანსებზე იყო საუბარი და ასე შემდეგ ნუ ხდება რა ესეთები არ მინდა ძალიან იმ პოლიტიკაში ჩავერთო ხო არიზონა 52 შტატი ანუ მექსიკა იყო ფაქტურად ეგ ტერიტორია არკანზასი კალიფორნია ჩემი ფავორიტი შტატი არის ნახეთ აი ყველგან ესეთი დროშები ზევით სხვადასხვა შტატის ხო ეს არის ანუ კოლუმბიის ქართულად არ ვიცი როგორ თქვა დისტრიქტ ანუ სადაც არის ვაშინგტონი დედაქალაქი ვაშინგტონი დედაქალაქი ოფიციალურად არც ერთ შტატს არ ეკუთვნის ანუ ფაქტობრივად რამოდენიმე შტატი შუაში არის ეგაკეთებული და სპეციალურად შექმნილი არის ვაშინგტონი დედაქალაქი და არსებობს კიდე ვაშინგტონის შტატი, რომელიც სრულიად სხვა მხარეს არის, მიახლოებით სადღაც 300 ანუ კილომეტრებში რო ვთქვათ, ალბათ 5000 კილომეტრის შორით, ანუ ვაშინგტონის შტატი სხვა არის და ვაშინგტონი ქალაქი სხვა არის, ანუ ამის თქმა უნდა და ხო, ფლორიდა, ულამაზესი შტატი, ჯორჯია, ჯორჯია სხვათა შორის ძალიან ბევრი აქ როგორც კი ეტყვი ქართულად რომ ანუ შეგიკითხებიან საიდან ხარ და ჯორჯიას თუ ეუბნები ეგრევე ოკეი ატლანტა ჯორჯია გონიათ ანუ ატლანტა ჯორჯიის დედაქალაქია და ყველაზე დიდი ქალაქი და ანუ მაგიტომ ეგრე იციან ხოლმე და ბევრს აუკვირთ ხოლმე რომ მე აქცენტი რატო გაქვს თუ ჯორჯიიდან ხარ რა და უნდა დაუკონკრეტო რომ ვიცი რა საქართველოს და ასე შემდეგ მაგიტომაც მე ყველა ენაზე საქართველოს ვიძახი და ჯორჯიას არ ვიძახი ხოლმე რა ხო ილინოისი ინდიანა აიოვა მეინი არის აღმოსავლეთ ჩრდილოეთ შტატი ყველაზე და ფაქტურად ანუ ადამიანებს აი არც უწევთ ხოლმე მოხვედრა იქით ხარეს რა ანუ ფაქტურად ისია რა ანუ მიკარგულ ადგილას არის ძალიან ხო მერილენდი მასაჩუსეტსი მისური მონტანა ნებრასკა ოდესაკ გავაგზავნოთ ნიუ მექსიკო ნახეთ 57 და ნიუ-იორკი არის მე-11 შტატი ხო ბევრს გონია რომ პირველი შტატი არის ნორს კაროლაინა ძალიან ლამაზია სხვათა შორის კომენტარებში მოგწერეს რატო ნორს კაროლაინა არ შეიყვანე შვიდეულში საუკეთესო შტატებიდანო რა ანუ და
იმიტომ რომ აქ ბუნებით როდესაც ადარებ, ბევრი სხვა შტატები უფრო სხვა რაღაცით უმჯობესია, თორე North Carolina-ც ლამაზი არის ძალიან რა. Oklahoma, Oregon-ი უსაყვარლესი და აი ბუნებით გაჟღენთილი შტატი არის, ბევრი ჩანჩქერებით, ანუ ჩანჩქერების შტატს ეძახი უფრო და წყნარ ოკეანეზე გადის და რა თქმა უნდა, ოკეანის სანაპირო ძალიან ლამაზი აქვს, ესეთი ბევრი კუნძულებით და ასე შემდეგ. Pennsylvania, მეორე შტატი. South Dakota, მე-40 შტატი. ანუ სადაც ვიმყოფებით ახლა ჩვენ. ახლა ვართ South Dakota-ში, აი ეს Rushmore-ის მთა არის South Dakota-ში. Tennessee, Texas-ი ფაქტიურად ძალიან ესეთი დიდი შტატიც არის და უმდიდრესი შტატიც არის რა. ხო, და მოდი ახლა გავაგრძელოთ, სადაც შევწყვეტეთ ვიდეო მეორე მხარეს. ეს ყველა შტატი მინდა რომ ნახოთ. New Jersey, მესამე შტატი. New Hampshire, Nevada, ანუ Nevada სხვათა შორის ძირითადად არის Las-Vegas-ი რა, ანუ Las-Vegas-ით იცის ხალხმა დანარჩენი ისეთი პატარა ქალაქები, თითქმის არც ცნობილი არ არის და თან როგორც იცი, ძირითადად უდაბნო, მშრალი ადგილი არის და Nevada-ზე ძალიან ბევრი ადამიანს სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვს და ერთადერთი შტატია, სადაც ფაქტიურად შტატს არ ეკუთვნის 93%. ანუ შტატის მფლობელობაში არ არის რა. ანუ ეს ცოტა ესეთი თემა არის კიდე. ანუ სახელმწიფო მართავს რა მთლიანად. ეს ოჰაიო. ნახეთ. კუნძულები, რომელიც არის იგივენაირად წყნარ ოკეანეში, ძალიან შორს ამერიკიდან, მაგრამ ამერიკა არის. ნახეთ, აი აქაც Northern Mariana Islands. North Dakota, ეს ანუ მეზობელი შტატი არის, სადაც ახლა მივდივარ აქედან, ანუ ახლა South Dakota-ში ვარ და ავდივართ North Dakota-ში. South Carolina, მერვე შტატი. Rhode Island-ი, ძალიან პატარა შტატია სხვათა შორის და Puerto Rico. Puerto Rico, ნახეთ უწერიათ რომ ამერიკა არის. ხო, ეს არ ვიცოდი. უბრალოდ არ მახსოვდა, თორე ვიდეოებში, ძველ ვიდეოებში მექნება ალბათ ეს გადაღებული თან და ხო, ანუ ხო რა, ანუ ამერიკის შტატი არა, მაგრამ ამერიკაა რა, ეს მომენტი არის. 1898 წლიდან. ნუ ამერიკული ბაზებია იქ და ნუ ასე შემდეგ ამერიკის კონტროლის ქვეშ მთლიანად. ხო, ესეთი ულამაზესი სიტუაცია. აგე ზემაც მიანათა ჩვენ პრეზიდენტებს. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ვარაუდობს, რომ ტრამპიც იქნება ესე მეხუთე პრეზიდენტად რაღაც პერიოდის შემდეგ, რომელსაც მე არ გამოვრიცხავ და მაგასაც გეტყვით რამოდენიმე სიტყვით რატო. სამდემოდით დავტკბეთ ამ სილამაზით. ესე იგი, ეს არის ამფითეატრი, სადაც აქ იღება ხოლმე საღამოთი და აჩვენებენ, ესე ეკრანზე აჩვენებენ ხოლმე ანუ ამერიკის ისტორიას რა, უყვებიან და ღამეც ანუ გვიანობამდე 11 საათზე იკეტება და განათებები რაღაც ყველაფერი მოწყობილია ძალიან ლამაზად. ესე კლდესაც განათებები ანათებს, ღამეც ძალიან ლამაზია, ჩემ ძველ ვიდეოებში, ვისაც ნანახი გაქვთ და ვისაც გახსოვთ. ხო, ტერიტორიაზე სხვათა შორის ძალიან ბევრი ადგილია ესეთი, ანუ აი ფეხით სასიარულო, სხვადასხვა ბილიკები და ის არის კიდე გამოქვაბულები არის ძალიან ბევრი. ხო, ნახეთ აი მზემ ლამაზად მოანათა. ხო, და მოდით ბარემ გეტყვით ვინ პრეზიდენტები არიან. ესე იგი, აი სულ მარჯვენა არის აბრაამ ლინკოლნი. ხო, ტომას ჯეფერსონი, თეოდორ რუზველტი და ჯორჯ ვაშინგტონი. ხო.
ეხლა რაც შეეხება გავაგრძელოთ ამერიკაზე საუბარი. ამერიკა იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ იყო ფაქტიურად East Coast-ზე, ესეც მიახლოებით სადღაც 13 შტატი, ძალიან დიდ ხანს და მერე დაიწყეს ნენდელა გაფართოება, იმიტომ რომ ლუიზიანა ეკუთვნოდა ფრანგებს და აქეთ ამხარე West Coast-ი კიდე ესპანელებს, ანუ მექსიკელებს. იქამ, ეს ახლა ისტორიული ციფრები ცოტა სხვანაირად გვიჩვენებს სიტუაციას. ხო და ლუიზიანა კიდე არ იყო ესეთი პატარა შტატი, ახლა როგორც არის, ანუ პატარა როგორ, დიდია ახლა საქართველოსაც ბევრად დიდი არის. მაგრამ ამერიკის შტატებიდან შედარებით ცოტათი ესეთი რა, პატარა შტატი არის და ლუიზიანა ადრე იყო ფაქტიურად მთლიანი ცენტრალური ამერიკა, სადაც მთელია ეს მისისიპი, მისური და ეს აყოლებაზე ფაქტიურად ოკლაჰომა, არკანზასი, კანზასი ყველაფერი შედიოდა რა. და მერე ფრანგებისგან ამერიკამ, როგორც იცი, აიღო, დაიპყრო, შეისყიდა ეს სხვადასხვანაირი რაღაცები არსებობს ხოლმე ზოგადად ამერიკაზე, იმიტომ რომ ამერიკა უკვე ხო თანამედროვედ შექმნილი არის და ეს ადრე რო ზოგი რაღაც მარტოხმლებით და რაღაც ესე არ ხდება, არა, ხდებოდა და უარესათაც ხდებოდა და ისეთებიც ხდებოდა, რომ ფილმებიდან მაინც გეცოდინებათ, რომ თითო ინდიელის თავის მოტანაზე აძლევდნენ თანხას. ხო, საკმაოდ ისე კაცრი მძიმე ხელით და არა ისე, რომ როგორც ლამაზად საუბრობენ, საერთოდ ეს ამერიკის კულტურაში არის, რომ ესე ლამაზად სიცილით უნდა ილაპარაკონ, მაგრამ ისე რა წკლიპორტი უნდა ჩაარტყან თან, რასაც ქვია რა. ზოგადად ახლა მე ამერიკის ფაქტიურად წინააღმდეგი ვგონი ვარ ძალიან ბევრს. ამერიკა გარე პოლიტიკას როგორც აწარმოებს, ჩემთვის ძალიან მიუღებელი არის. ამერიკაში რატოც გავჩერდი უფრო დიდ ხანს, მსოფლიო მოვლის შემდეგ, მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების მოვლის შემდეგ, იმიტომ რომ ამერიკა იყო ჩემთვის სხვანაირად საინტერესო, არა უბრალოდ რომ ესე ტურისტულად მე მოგზაურა და ასე შემდეგ, უბრალოდ მაინტერესებდა რაზე დგას, რა არის, რა საფუძველზე დგას ამერიკა ისეთზე, რა არის ისეთი, რასაც ქვია, რომ ესე მთელ მსოფლიოში ესე მოდებულია და რაღაც თავის რაღაც იდეოლოგიებს ატარებს და მაგიტომაც როგორც კი ამერიკაში გავჩერდი უკვე საცხოვრებლად, მაშინვე შევისწავლე რაღაც სფეროები, რომელზეც დგას ამერიკა. ესე იგი, ვიყავი NASA-ში, ვიყავი სამხედრო სისტემებში, რაღაც კულტურალ ადვაიზერად, ესეთნაირად. ხო და ესე იგი, ვიყავი ტრანსპორტირების ბიზნესში, იმიტომ რომ როგორც ისიც ნავთობის მართველი ქვეყანა არის რა და ტრანსპორტირება როგორ არის განაწილებული ზოგადად და ნავთობის დახარჯვის სისტემები როგორ არის აქ. ხო, ძალიან საინტერესო იყო და ამერიკას კიდე რაც ძირითადად ამერიკის მთავარი მომენტი რაც არის, თავისთავად ახლა პენტაგონი, იმიტომ ვახსენე სამხედრო სისტემები, მან ცოტა კიდე ღრმა თემები არის და მედიცინა კიდე, სამედიცინო სფერო, უდიდესი თანხები, სადაც ტრიალებს ხო, ეხლა კი გავაგრძელებ თემას. ტრამპის თავი არის თუ არა შესაძლებელი რომ იყოს აქ. ესეთნაირად რომ ვთქვა, ზოგადად ვინც კი ესეთი ძლიერი მართველი არის ხოლმე, ეხლა კონკრეტულად ტრამპზე შეიძლება არ ითქმის ესე, მაგრამ ბევრისთვის ძლიერ მართველს იმ პერიოდში, როდესაც არის, იმ პერიოდში ხალხს არ მოწონს არასოდეს და რაღაც პერიოდი რო გაივლის ხოლმე, მერე ხდება ხოლმე რომ ვაუ და ვაუ. და ზოგადად მე აფასებენ ხოლმე უფრო რაღაც წლების შემდეგ ხოლმე ადამიანებს, თუნდაც იგივენაირად მაგალითად სტალინი, თქვა შეიძლება იმ პერიოდში თქვა ძალიან ბევრს შიშით, ბევრს უყვარდა, მე ახლა თქვა არა რაღაც შეიძლება რამოდენიმე საუკუნე გავიდეს და მე სრულიად სხვანაირად
აღიარონ შეიძლება ესეთი მომენტი იყოს, მაგრამ ხალხისთვის ისტორიას როგორ გადააკეთებენ, გადმოაკეთებენ, ზოგადად მოწოდებული ისტორია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. იგივენაირად ახლა აღმაშენებელი თავის ეპოქაში არ იყო ხალხისთვის ესეთი მისაღები და საყვარელი. მაგრამ რაღაცა პერიოდის შემდეგ ეპოქები ცვლილებამ ბევრი რაღაცა შეცვალა და ახლა წმინდანათაც არის აღიარებული, ასე რომ ხო, რაც შეეხება ტრამპმა ფაქტიურად გააკეთა ესეთი რაღაც, რაც ამერიკის ისტორიაში არ ყოფილა. ჯერ ერთი რომ ორჯერ პრეზიდენტი ოკეი, კიდე სხვაც ყოფილა, მაგრამ ტრამპი ესე იგი რამდენჯერ ნასამართლები, რამდენჯერ ბანკროტი, რამდენჯერ ბევრი რაღაცა ისეთი კოდექსები ჰქონდა წარდგენილი და ისეთი დარღვევები, რომ იმის შემდეგ ის რომ მარტო გამოძვრა ამ სიტუაციიდან, არამედ პრეზიდენტი გახდა. ეს გინდა არ გინდა დიდი ენერგიის პატრონია და ახლა ეს ენერგიები ზოგადად ესე არ ხდება რა, მარტივად ესე არ ჩაივლის ხოლმე და ზოგადად თუ ადამიანი შინაგანად დიდი ადამიანია, ის ძალიან ბევრისთვის ცუდიც არის, ესე ხდება ხოლმე რა, ვინ როგორი კუთხით უყურებთ, ზოგადად პოლიტიკა ისეთი თემა არის, რომ თუ ძალიან ბევრ საკითხში არ ერკვევი ადამიანი, ძალიან რთულია, რომ ერთ კონკრეტულ რაღაცას შეხედო, ესე მოხდა და ვსო, მაგრამ რის გამო მოხდა, რატო რა, როგორ, ცოტა ყველაფერი უნდა იცოდე ფაქტიურად. რაშმორის ტერიტორიას ვტოვებთ, ამერიკის ისტორიები გაგრძელდება. ეს YouTube ახლა ხანს წამოვიწყე და ზოგადად რომ იძახიან ხოლმე ესე გამოგვიწერე თუ გააზიარეთ თუ რაღაც, ზოგადად მივხვდი რომ ადამიანებს თქმა ჭირდებათ ბევრ რაღაცას მოგიყვებით სხვადასხვა შტატებიდან. რომ ახლა ბევრი მოხსათქმელი ერთ ვიდეოში ფაქტიურად ყველაფერს ვერ ჩავწერ.